ჩვენი ბაღის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია აქაურობა. სინამდვილეში მაღაზია, მაგრამ ცოტა საწყობს და ემსგავსა. აქ არის აჭარიდან ჩამოტანილი ხალათები, ჩვენი ქალების დაქარგული ტილოს ხალათები, რომელზეც ასე გიждდება ყველა, ვინც ჩამოდის. ძირითადად იცი ვინ ყიდულობენ? აქაურობას რომ იცნობენ ჩვენი ვიდეოებიდან და მერე რომ ჩამოდიან უცხოეთიდან და მერე მიაქვთ საჩუქრებად. ნახე რა ლამაზი ტილოებია მაგალითად, გადასაფარებლები. წვრილმანი, მსხვილმანი, რა ვიცი, ბევრი რამის პოვნა შეიძლება აქ. რა თქმა უნდა, ჭრელი წინდები, რომლებზეც უცხოელები ძალიან მოსწონთ. ჩვენი აჭარელი ქალების ტილოები კი გინახავთ აქ, ხავერდები, მუთაკები, ბალიშები, აი ნახეთ. ყველაფერი აჭარიდან მოქარგული და მოქსოვილი მუთაკებიც, აი. რა ვიცი, მე მომწონს ძალიან. ბევრი რამე შეიძლება აქ იპოვოს ადამიანმა ისეთი, რაც წასაღებად გამოადგება. მაგრამ ყველაზე უფრო ეს ხალათები მოსწონთ. ახლა 100%-ით ტილოს ხალათებია, 100%-ით ბუნებრივია და ხელით მოკარგული უნახავს ეს ბევრს ჩვენთან. აქ სამკაულია თეკოს და ნატულიას. ლამაზი ბუნებრივი ქვებით აწყობილი და ქართული ელემენტებით, თითბერის ელემენტებით. ნახე რა სილამაზე ამ კარადაში განათებაა და კარგად ჩანს. აი ეს ჩემი ფავორიტი, ჩემს ახლობლებს ყველას ვჩუქნი ამას. ყველას აქ თითქმის უკვე ისე მომწონს ეს ტრედები, ღალღები. ღალღას ვეძახი. ეს ბურთულებიანი მძივები წინათ ქართველ ქალებს არ ეკეთათ და ეხლა ქართველ გოგოებს ძალიან მოსწონთ. აი როგორი ანგელოზია, ესეც თეკოსია. ძალიან ლამაზია. მომწონს. შავ ფონზე გაჩვენებ, ნახე. ძალიან გემოვნებით აქ აწყობილი. ხვალ თინა მოვა და კარგად მიალაგებს აქაურობას. ეს სერდოლიკია, ნახე რა კაი ქვა. ესეც მტრედით. ძალიან ლამაზია. ეს ტილოს ჩანთები ახალგაზრდებს, სტუდენტებს ძალიან მოსწონთ. აქ ნახე თეთრები რა ლამაზებია. სულ ყველა ხელით მოკარგულია. ეს ჩანთები მიჩვენებია, აქით რამ ხელამარაგები გვაქვს ერთი შეხედე. გამოძეძგილია ყველაფერი. როგორი ტილოებია, თხელები ახლა მოსაცმელად. ეს წინიდან მოსაცმელად. კაცი, აქ სუფრებია. ქეთევან იგნატოვას ნახატებით. ნახე ეს კლასიკური ზამბახები, რომელიც მე ძალიან მომწონს. აი ფერადი ზამბახებითაც არის აქ. ესეც ქეთუსიას რანერებია. აქ ნახეთ ძალიან ლამაზი პორტფელები გააკეთა თეკომ, რა ქვია მაგას, კოსმეტიკური მიზნებისათვის. არაფერი არ არის არსაიდან ჩამოტანილი. ნაყიდი კი არ არის და კი არ ვყიდით, არამედ ჩვენი გაკეთებულია ყველაფერი. სხვათა შორის ეს განასხვავებს აქაურობას ბევრი სხვა ადგილისგან. აი პატარა მაღაზიაა, მაგრამ ყველაფერი არის ჩვენი. საპონი, რა თქმა უნდა, ჩვენი ლამაზი საპნები. აგერ პირდაპირ ლავანდას საპონი. ესენი ნახე რა სილამაზია. თეკოს გაკეთებული რა ქვია მაგას? ზარდახშა. ნახე რა ლამაზია. ბეჭდების ჩასაწყობად. აი, აქ ფრთებია. და ყველგან დგას ლავანდის და სალბის სურნელი. აი ესენიც მინდა გაჩვენო, ნახე, ბევრს მოსწონს. გოგოებს, რომლებსაც უნდა რომ გამოჩნდეს, გამობჟღუიალდეს, ესენი ჩვენი ქალების გაკეთებულია აჭარაში. ნახე რა სილამაზია. მოსაცმელად. ამის სეზონიც მოვა. ესეც ტილოს ხალათებია. არაფერი არ აქვს ამას მარტო სარჩული აქვს. აქ შევხედოთ ერთი რა არის. აი. თუ
თუ გინდა რომ მარტო თქვენ ჩანდეთ ზე რომ მიარტყავს აბჟღურიალდება როგორც გითხარით წვრილმანი მსხვილმანი ყველა იპოვის რაღაცას თავისთვის ბლოკნოტები რა თქმა უნდა ჩვენი ქართული მცენარეებით ამაზე ჩვენ გვილაპარაკია აი მალინა მარწყვით აქ ინფორმაციით ქართულად ჩვენი ენდემური მცენარეები ხარისგულა პამიდორი იულიას ფურისულა იასამანი აფხაზური ლეღვი სუ მეხარბებოდა ყველგან რომ ხარბი არა ვარ მაგრამ მეხარბებოდა რომ შევდიოდი მუზეუმების სუვენირების მაღაზიებში ძალიან მომწონს ხოლმე და აქაურობა სჭირდება ასეთი რამე ამას ზამირა კერავს ტელეფონების ჩასადებად აჭარელი ქალების მოქარგულებს ხარიან ლილიანას სამკაულები ნახე აი კესანე მაგალითად შუშაში ჩასმული კესანე აი ჟასმინის ყვავილები შუშაში ეს ბროშია ისე ვაჭარა ნაირ ტილოები რა ვიცი ა კომპიუტერის ჩანთებია კიდე აი ნახე ჩაცურდება კომპიუტერი და მშვენივრად იდება ახლა რა ლამაზებია აი ფრიცი თამაში ჩაიდება მშვენივრად ჩასრიალდება ლეპტოპი ნახე როგორი ჩარჩოები გავაკეთე აი ხავერდის ჩარჩოები ლენინგრადის ღობეებიდან აღებული ორნამენტებია ნახე რა ლამაზებია აი რა ვიცი მე ვხალისობდა საქმესთან ერთად თან სიამოვნება ამდენ რამეს და ასეთ რამებს ვერ გააკეთებ თუ არ გეხალისება და თუ გულით არ გინდა მარტო შემოსავლისთვის ამას ადამიანი არ გააკეთებს მე მომწონს ამის კეთება და აქ ყოფნა სხვასაც ხელი მოემართება და მეც მიხარია რომ აქაურობას არც ერთი ბაღის სტუმარი არ დატოვებს თუ არ შეიძენს ნახავს მაინც შემოიხედავს თვალს წყალს დაალევინებს გაიხარებს აქ თინა ხვდებათ თინას არ უყვარს გადაღებები და მის მაგივრად მე ვლაპარაკობ ნახე რა პრიმიტიული მარტივი და რასაყვარელია ყველაფერი 100% ბუნებრივი და ნაივურია თინას თუ არ უყვარს გადაღებები ხვალ დაკეცოს ახლა ეგენი სუფრები ნახე რა ლამაზია აგარაკისთვის დიდ მაგიდებზე გადასაფარებლად ნახე ხელით მოკარგული სულ ყველა ჩვენი ყოჩაღი აჭარელი ქალების აი ნახე რა კარგია უბრალოა ნახე და ყველაფერს აკრია აკრავს თუ აკრია თუ დაკრული აქვს თუ რა ვიცი როგორ არის ქართულად გარდენია შევარდნაძე აქედან სალაროა და მარინა ყიდის ბილეთებს წამო შევიხედოთ ნახე როგორი სუფრებია სუფრები კი არ არის ესენი მქონდა ძველები ეს ტილოები და ზამირამ ჩააკერა სუფრებში ნახე აი ნახე რა სილამაზე გამოვიდა სატინა არ ქვია რა ქვია ბატისტა ქვია ბატისტა შეხედე რა ლამაზი სუფრები გააკეთა აი აქედან იყიდება ლავანდები სურნელოვანი ლავანდები აქედან შემოდიან სტუმრები მარინა ხვედრებს ლამაზ ტომსიკებში გამოკრულ ლავანდებს და ყიდის ბაღში შემოსასვლელ ბილეთებს აქ მოწყობილი მარინა ვინ მოგართვა ეს ვარდები თაყვანისცემელი ყავთ მარინა გვიმალავს რაღაცას იცინის ეს მისი კაბინეტია მე წამოვჯექი ახლა აი როგორი სალარო გვაქვს აქედან დაიმალოს სად გაგვექცევა დაიმალოს რა გამოსაჩენი ვარ მე გამოსაჩენი თუ არა ამდენ ბილეთს როგორ ყიდის აქ ჩვენი ასე ვთქვათ მაღაზია საწყობი დავარქვათ და იქ სალარო ბატონი რეზო გაბრიაძე ამბობდა ხოლმე მე მივდიოდი მასთან ხშირად თეატრში ვიცოდი რომ იქ იყო ხოლმე 12 საათზე დილაობით მივაკითხავდი ხოლმე კოშკის ქვეშ პატარა ოთახი ქონდა და
რა თქმა უნდა სიყვარულით მიმიღებდა და ყველას ვინც მოდიოდა ეუბნებოდა იარეთ ჩვენთან, იარეთ ბოშო ჩვენთან. და მომწონს ეს ყურში მაქვს. ერთხელ რომ მოხვალ ეგ არ არის ამბავი, იარეთ, სიარული სხვა რამეა. მეც ვიმეორებ ახლა, ასე ნიჭიერად მე არ გამომივა როგორც მას. იარეთ ჩვენთან.